გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი კვარაცხელია და PSG-ს ხომაგები ხვიჩას მაგიის მოლოდინში. სიახლე ჩაკვეტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით და მამარდაშვილის განცხადება. თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას, რადგან ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 85000 გამომწერზე ავიდეთ. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ზურიკოს შენარჩუნების შანსი არ იქნება. რაბედიელის დავითაშვილს. საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულებამდე ჯერ კიდევ ტიტულია დარჩენილი. თუმცა ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენს უახლოეს კვირებში ზედიზედ 2 უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევს. ნიცასთან ანგარიშით 1-3 დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზე დაქვეითებული მწვანეები გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ მონპელიესა და ლიამს უნდა დაუპირისპირდნენ. ამიტომ წარუმატებლობის შემთხვევაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის რანგით მეორე ლიგაში დაქვეითების საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდება. ფრანგულ სპორტულ მედიაში კი უკვე გამოჩნდა სტატიები იმის შესახებ, თუ რა მოელის სენტ-ეტიენის შემადგენლობას მოვლენათა ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში. მაგალითად ამასთან დაკავშირებით გამოცემა Top Mercato შემდეგ კომენტარს აკეთებს. იმედი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ წარმოუდგენელია ელიტაში დაბრუნებიდან სულ რაღაც 12 თვის შემდეგ სენტ-ეტიენის ლიდერები გავარდნის საფრთხეს ვერ ხედავდნენ. გუნდის გამორჩეული მოთამაშეებისთვის მათი სტატუსისა და საბაზრო ფასის გათვალისწინებით ლიგა 2-ში დაქვეითება წასვლას ნიშნავს. სენტ-ეტიენში შარშან ზაფხულს ბორდონდან მოსული ზურიკო დავითაშვილი ძალიან კარგად გამოიყურება. 23 მატჩში 7 გოლის ავტორ ქართველ გარემარფს კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ამიტომ თბილისელი ფეხბურთელის ლიგა 2-ში შენარჩუნება, რომელიც 8 მილიონ ევროთ ფასდება და გუნდში ყველაზე ძვირად ღირებულია, შეუძლებელი იქნება. წერია გამოცემაში. ჩაკვეტაძე და ევერტონი. რაც იძახიან ქართველზე. ინგლისურ პრესაში გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგის 3 კლუბს, ევერტონს, ვულფსა და ლესტერს დაუკავშირეს. ხოლო ტოტენჰემის ყოფილი მეკარის პოლ რობინსონის აზრით, ჩაკვეტაძე ევერტონმა უნდა დაიმატოს და ქართველი ნახევარმცველი ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორიც დევიდ მოიეს სჭირდება. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. ჩაკვეტაძე თავდაუზოგავად მშრომელი ფეხბურთელი და დევიდ მოიესის ტიპის მოთამაშეა. ის ვოტფორდში იჯარის წესით გადავიდა, რის შემდეგაც კრაზანება მის ანაცვლოდ ძალიან მცირე თანხა გადაიხადეს. ჩაკვეტაძე კი ჩამოვიდა და ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს. ვიცით რომ ვოტფორდი მწვრთნელებს ხშირად უშვებს და სავარაუდოდ ფეხბურთელებთან მიმართებითაც იგივე პოლიტიკა იქნება. ევერტონისთვის ეს ტრანსფერი დიდი რისკი არ იქნება, რადგან როგორც აღვნიშნე ვოტფორდმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. რა თქმა უნდა, კრაზანებს სერიოზული ფულის მიღება ინდომებათ, მაგრამ 5 ან 7 მილიონი ალბათ საკმარისი იქნება, რათა ვოტფორდიდან წამოიყვანონ, განაცხადა პოლ რობინსონმა. მამარდაშვილის განცხადება და მისი მომავალი ლივერპულში. როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 27 ტურში ვალენსიამ შინ ვალიადოლიდი 2-1 დაამარცხა. კარლოს კორბენარის გაწვრთნილმა გუნდმა კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მათ კი 27 მატჩში 27 ქულა დააგროვეს და გასავარ ზონას თავით დააღწიეს. მაგრამ სამწუხარო ფაქტი გახლავთ ის, რომ ერთ-ერთ მომენტში გიორგიმ საკმაოდ უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც მის კარში გოლი მოჰყვა. ფაქტია, რომ გიორგი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არის და მასზე გაზრდილმა წნეხმა ქართველ მეკარეზე ძალიან იმოქმედა. შეხვედრის შემდეგ კი მამარდაშვილმა თავის გულშემატკივრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა. ვიცი რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. თელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, განაცხადა მამარდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ კომენტარი ვალენსიას თავკაცმაც გააკეთა. მამარდაშვილის მაღალ დონეში ეჭვი არ მეპარება, შეცდომას განიცდის. ვაფასებ, რომ მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, საჯარიმოში დომინირებდა. მომწონს ფეხბურთელები, რომლებსაც შეცდომის შემდეგ მენტალურად აღდგენას ახერხებენ და რთულ მომენტს უმკლავდებიან, განაცხადა ვალენსიას თავკაცმა. დავზენ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ მამარდაშვილზე კომენტარი ლივერპულის თავკაცმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მერსესაიდულ კლუბში კონკურენცია ყოველთვის იქნება და ვისაც კონკურენცია არ სურს, მაშინ ის გუნდში ვერ გაჩერდება. ამ რეალობიდან გამომდინარე კი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს ლივერპულმა ალისონი გაუშვას. შეუჩერებელი კვარაცხელია და ენფილდი მორიგი მაგიური საღამოს მოლოდინში. როგორც მოგეხსენება, ჩაბაც კვარაცხელიამ ლიგა 1-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა რენი 4-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კი ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ხვიჩა კი მოედანზე 65 წუთზე გამოჩნდა, რომელიც მატჩში ძალიან
აქტიურად ჩაერთო და როგორც თავად ასევე თანაგუნდელებსაც არაერთი საგოლე მომენტი შეუქმნა. სუპერმენი საქართველოდან კვარა გთხოვ, ენფილდზე შენ უნდა მოგვაგებინო. ლივერპულთან კვარაცხელიას იმედი მაქვს, უნდა გვილიდეროს. წერენ PSG-ს ქომაგები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ლუის ენრიკე მათ შეაქო. კვარაცხელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემოგვიერთდა. თუმცა ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა, რომელსაც უნახავს მისი მატჩები საქართველოს ნაკრებში თუ ნაპოლიში, იცის მისი პოტენციალი, თუმცა მას ჯერ კიდევ დრო სჭირდება. ყოველ ჯერზე ის უკეთ გამოიყურება და უფრო ინტეგრირებულია გუნდში. ამიტომ, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს, მწვრთნელისთვის ეს დიდი პლუსია. ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მაინც კვარაცხელიას გამოვარჩევდი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. თამაშს სულ უფრო აუმჯობესებს და გუნდთან მეტად შეთამაშებული ხდება. ამის ყურება დიდი სიამოვნება, განაცხადა ენრიკე. კვარაცხელია კი დღითიდღე უკეთეს ფორმაში შედის და ქართველს ვეღარავინ აჩერებს. ამის კარგი მაგალითი კი ლივერპულთან შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხუჩას გუნდმა 1-0 წააგო, ამ შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლის გატანა შეძლო, რომელიც სამწუხაროდ მცირე თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. ასევე ხუჩა მეტოქის კარში უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ იმ შეხვედრაში მერსესაიდელთა მეკარე მარისონმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ქართველს არ გაატანინა. მაგრამ ქართველმა შემტევმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა და მასზე არაერთი გამოცემა დადებით კონტექსტში საუბრობს. მაგალითად, ქომაგები ჟერომ როტენის ანალიზს მუდამ დიდი ყურადღებით უსმენენ და მის აზრს პატივსცემენ, რადგან მონაკოსა და პარის სენ-ჟერმენის ყოფილი ფეხბურთელი სიმართლეს მოურიდებლად ლაპარაკობს. მისი ასეთი სიხისტის ფონზე კი ქართველებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ როტენმა ლივერპულთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას გარდა პარის სენ-ჟერმენის აბსოლუტურად ყველა შემტევი გააკრიტიკა. კერძოდ როტენი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ნიშნულოვან შეხვედრებში უსმან დემბელე ეფექტურობას კარგავს. ძალიან მომწონს ბრედლი ბარკოლა, რომელიც საკუთარ კლასს ხშირ შემთხვევაში ადასტურებს, მაგრამ საჯარიმო მოედანში შესვლისთანავე რაღაც ემართება. დიდი ფეხბურთელი რომ იყო, ისეთ მომენტს აუცილებლად გამოიყენებდა, როგორიც პირველ ტაიმში გაუშვა ხელიდან. ერთადერთი რომლის მიმართაც საყვედურები არ მაქვს კვარაცხელია, რადგან ის გოლთან ძალიან ახლოს იყო და ყველაფერი აქვს საამისოდ, რომ უდიდესი ვარსკვლავი გახდეს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ის სულ ახლახანს მოვიდა და კიდევ უკეთესად ათამაშდება, განაცხადა როტენი. მე კი გეტყვით, რომ პარიზული კლუბი ლივერპულთან განმეორებით შეხვედრას 11 მარტს გამართავს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კი ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა, ხოლო ვინც წარმოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხდება. მე კი დავძენ იმასაც, რომ დიეგო არმანდო მარადონას უმცროსმა შვილმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კვარაცხელიას წასვლასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა. როდესაც მამაჩემი ნაპოლიდან წავიდა, სულ სხვა დრო იყო. ადამიანებიც სხვანაირები იყვნენ, თუმცა მას გუნდი კვარასავით მოულოდნელად არ დაუტოვებია. არ მსურს, რომ ის ფეხბურთელი გამსაჯო, რომელიც ნაპოლის მესამე სკუდეტოს მოგებაში მთავარი იყო. კვარაცხელიას გადაწყვეტილება არ მომეწონა, მაგრამ სურს, რომ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადო. ხვიჩას სრულყოფილი შემცვლელის პოვნა ფიქრობ შეუძლებელია. როდესაც კვარა მოედანზე კომფორტულადაა, ის თავის პოზიციაზე მსოფლიოს ტოპ 3 საუკეთესოში შედის, განაცხადა მარადონას შვილმა. უარი 100 მილიონზე. ცნობილია თუ როგორ ჩაიშალა ხვიჩას ტრანსფერი ლივერპულში. ანჩელოტი თუ ალისონი. ახალი ინფორმაცია რეალის მომავალ მწვრთნელზე. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ლევერკუზენის თავკაც შაბი ალონსოს მადრიდის რეალს დიდი ხანია უკავშირებენ. ცნობილი უცხოური გამოცემები წერენ, რომ ბლანკოსის ხელმძღვანელები ალონსოს დანიშვნის პერსპექტივით დაინტერესებულები არიან. ამასთან დაკავშირებით კი ბრიტანულმა გამოცემამ ზე ატლეტიკმა რეალში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. ზე ატლეტიკის მიხედვით, სამეფო კლუბის მოქმედ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ ბევრი რამ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. თუ რეალმა ჩემპიონთა ლიგან ლა ლიგა მოიგო, იტალიელი სპეციალისტის მომავალს მოკლე პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ზე ატლეტიკი რეალის ხელმძღვანელთა პოზიციასაც გვიზიარებს. ისინი თვლიან, რომ ალონსოს თავისი თანამედროვე და დინამიკური სათამაშო სტილით შეუძლია, რომ ამჟამინდელი შემადგენლობისგან ბევრად მეტი მიიღოს. ამიტომ ჯერჯერობით რეალში საბოლოო შეთანხმებამდე არ მისულან. საბოლოო გადაწყვეტილება კი კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უნდა მიიღოს, რომელსაც არჩევანი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ვერ გეტყვით, გვინდოდა თუ არა მისი შეძენა, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ეს კომენტარი ლივერპულის თავკაც ეკუთვნის კვარაცხელიაზე, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, მანამ სანამ კვარაცხელია
კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენში გადავიდო და ბრიტანული მედია ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას ლივერპულის ინტერესის შესახებ. ამიტომ როგორც წესი ცეცხლი უკამლოდ არასდროს ჩნდება. ამასთან დაკავშირებით კი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად ლუის ენრიკეს კვარაცხელიაზე დაყრდნობა შეუძლია, თუმცა ნაპოლის ყოფილ ფეხბურთელს შეიძლებოდა ეს მატჩი საპირისპირო მხარეს ეთამაშა. გასულ ზაფხულს ლივერპულმა სადა ნაპოლიდან კვარაცხელია შეძენა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში წითლებმა ნაპოლის მაგიდაზე ძალიან დიდი შეთავაზება დაუდეს. ეს კი იყო 100 მილიონი ევრო. თუმცა ინგლისურ კლუბს განზრახვა ჰქონდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი წლით იჯარით ნაპოლიში დაეტოვებინა. აძურიმ კი ეს შეთავაზება არ გაითვალისწინა და გადაწყვიტა, რომ სარფიანი შეთავაზება უარით გაესტუმრებინა. კვარაცხელია კი ნაპოლიში ამგვარად დარჩა. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით 6 თვე ითამაშა და შემდეგ იანვარში PSG გამოჩნდა, რომელმაც მისი ლიგა 1-ში წაყვანაც შეძლო. კითხულობთ ჯანლუკა დი მარციოს საიტზე. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.